ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლის გახდა. მათ გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი დააფინანსეს, სულ 38 მილიონი ლარით. უფრო ვრცლად თუ რა გზა გაიარეს და რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯიტა ქვეყნისთვის, ვისაუბრებთ ლევან დარსალიასთან, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად. გამარჯობა, პირველ რიგში გილოცავთ 10 წლის იუბილეს და წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონო ლევან, ამ 10 წლის განმავლობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ რა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა? დიდი მადლობა მოლოცვისთვის პირველ რიგში. ძალიან დიდი გზა გვაქვს გამოვლილი არა მხოლოდ ჯიტა ზოგადად ქვეყანაში ინოვაციების ეკოსისტემას ბოლო 10 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ნამდვილად, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის დახმარებით. ჩვენ მივახციეთ საბოლოო ჯამში იმას, რომ ძალიან ბევრი პროექტი გავუშვით, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას. დავიწყებ საგრანტო პროექტების მიმართულებით. პირველი 150,000 ლარიანი საგრანტო პროექტის ფარგლებში და 650,000 ლარიანი საგრანტო პროექტების ფარგლებში ჩვენ დავაფინანსეთ ჯამში 229 ბენეფიციარი. ვიზეც დაიხარჯა 38 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამ სტარტაპებმა საბოლოო ჯამში ამ 2018 წლიდან მოყოლებული დააგენერირეს 9 მილიარდის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი, რაც მოიცავს როგორც გამომუშავებელ ბრუნვას, ასევე მოზიდულ დამატებით ინვესტიციებს. ეს ძალიან დიდი შედეგი არის. რეგიონალური კუთხითაც ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს. თავიდან 2014 წელს ჯიტა იყო ერთი ოთახი, ახლა ჩვენ ვართ წარმოდგენილი ქვეყანაში 9 ტექნოპარკით. რეგიონებშიც ვავრცელებთ ჩვენ ინოვაციების კულტურას, ცნობიერებას ვამაღლებთ და მრავალი ძალიან ბევრი პრეაქსელერაციის პროგრამა დავიწყეთ, ინკუბატორები, ჰაკათონები და ჩაუშვით შარშან რეგიონალური საგრანტო პროგრამა. ასევე 25,000 ლარიანი საგრანტო პროექტი, სადაც მხოლოდ რეგიონები იღებენ ამ კონკურსში მონაწილეობას და თბილისი ამ კონკურსში არ იღებს მონაწილეობას. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ რეგიონებიდანაც გამოსული სტარტაპებმა უკვე შარშან გაიმარჯვეს 150,000 ლარიან საგრანტო კონკურსში და წელსაც მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ჩვენი რეგიონალური სტარტაპები მიიღებს ამ კონკურსში მონაწილეობას და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი გამარჯვებული გვეყოლება რეგიონებიდან. IT ტრეინინგების მიმართულებით, IT ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს. ბოლო 2018 წლიდან 23 წლამდე ჩვენ გვყავს გადამზადებული 10,000 IT სპეციალისტი, როგორც საბაზისო უნარებში, ასევე უფრო მაღალ ეგრეთ წოდებული advanced level IT მიმართულებებით და მიმდინარე წლიდან შემდეგი 4 წლის განმავლობაში კიდევ 12,000 IT სპეციალისტი გადამზადება და უკვე იკვრება ქვეყანაში სერიოზული ინტელექტუალური პოტენციალი და ადამიანური კაპიტალი, რომელიც მოიზიდავს კიდევ დარწმუნებულები ვართ, რომ მოიზიდავს ძალიან ბევრ საერთაშორისო ტექ კომპანიას ქვეყანაში. ამ ხუთი განსაკუთრებით აი ბოლო 10 წლის ამ 10 წლის მუშაობის შედეგად ქვეყანა უკვე მსოფლიო რუკაზე წარმოიშვება, როგორც იქნება როგორც რეგიონალური ჰაბი ინოვაციების. ეს დაადასტურა იმ ფაქტმაც, რომ მსოფლიოში წამყვანი top 3-ში მოხვედრილი ერთ-ერთი აქსელერატორი 500 შემოსული არის საქართველოში და გახსნილი აქვს პირველი რეგიონალური ვენჩერული ფონდი, სადაც ასევე სახელმწიფო ჯიტა სახით მონაწილეობს 25%-ით. ეს ძალიან წარმოუდგენელი მიღწევა არის ჩვენთვის, რადგან ჩვენზე ბევრად უფრო დიდმა ეკონომიკებმაც, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ეს სურვილი, რომ შემოსულიყო 500 მათთან, თუმცა ჩვენი ლოკაციიდან გამომდინარე, ჩვენი შემართვიდან გამომდინარე, ჩვენი სტარტაპებიდან, ჩვენი პოტენციალიდან გამომდინარე 500-მა 500-მა შეარჩია სწორედ საქართველო. დამახალი ინიციატივების გამოყენებით, რაც რამდენიმე დღის წინ დაანონსა პრემიერმა, ჩვენ კიდევ უფრო დიდი შემართებით და უფრო დიდი ამბიციებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეკოსისტემის და ქვეყნის უკვე რეალურ ეკონომიკაში ინოვაციების ინტეგრაციის პროცესი.
ბატონო ლევან, რეგიონებშიც გაიხსნა ტექნოპარკები, კახეთში, გურჯაანში, თელავსა და ახმეტაში არის. როგორ ვითარდებიან და რა შეიცვალა პატარა მუნიციპალიტეტებისთვის მას შემდეგ, რაც ასეთი ტექნოპარკები გაჩნდა? ცალსახარი, პირველ რიგში უკვე თავიდან ზოგადად ქვეყანაში არ იცოდა არავინ რა არის სტარტაპი, რა არის ჰაი-ტექი და ეს მიმართულებები როგორ შეიძლება ინტეგრირდეს ბიზნესში, როგორ შეიძლება ინტეგრირდეს ეკონომიკაში, თუმცა ახლა უკვე ამაზე ცნობადობა გაზრდილი არის. რა თქმა უნდა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე თავიდან თბილისში იყო ამის კონცენტრაცია ძირითადად, თუმცა ბოლო წლებში ჩვენ უკვე ხედავთ, რომ ეს კონცენტრაცია იშლება და უკვე იმ რეგიონებში, სადაც ჩვენ ტექნოპარკები გვაქვს, უკვე ძალიან იზრდება ცნობიერება, იზრდება ინტერესი და სულ უფრო ბევრი ახალგაზრდა მოდის ჩვენთან. ცალსახად გეტყვით კიდევ ერთხელ, რომ რეგიონალური გრანტების კუთხით შარშან მაგალითად ქონდა პირველი პროგრამის პირველი წელი, წელს უკვე რეგიონებში უფრო მეტი დასრულდა პირველი ნაკადი განაცხადების მიღების და თითქმის ორჯერ არის გაზრდილი განცხადებლების რაოდენობა. შესაბამისად დარწმუნებული ვართ და მოლოდინი არის ის, რომ შემდეგ სამ ნაკადზეც რაოდენობა გაიზრდება და როგორც თქვი, კიდევ უფრო მეტი რეგიონალური გამარჯვებული გაიმარჯვებს 150,000 ლარიან საგრანტო კონკურსს და უკვე გლობალური მასშტაბირების პოტენციალის რეალიზებისკენ იმუშავებს. და ბოლოს, რა გეგმები აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს? რისი გაკეთება გსურთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში? ბევრი რაღაცის გაკეთება გსურთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, როგორც იცით, დაანონსდა რამდენიმე დღის წინ ქვეყნის სამი პრიორიტეტული მიმართულება ტექნოლოგიის კუთხით, რაზეც ჩვენ უნდა მივმართოთ ქვეყნის რესურსები, ეს არის ხელოვნური ინტელექტი, ეს არის ბაქტერიოფაგები და აგროტექნოლოგიები. ჩვენ ასევე დავასრულებთ 150,000 ლარიან საგრანტო კონკურსს და მომავალი წლიდან გავუშვებთ ფართომასშტაბიან და სრულმასშტაბიან ინკუბაციის პროგრამას, რომელიც 1 წლის განმავლობაში გაზრდება თითო ნაკადი, თითო წლის განმავლობაში გაივლის სრულმასშტაბიან ინკუბაციას და რომელშიც ასევე ინტეგრირებული იქნება საგრანტო კომპონენტი და ამით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ და გავზრდით სტარტაპების ხარისხს და კონკურენტუნარიანობას და რა თქმა უნდა საგადასახადო ინცენტივები შემოდის ქვეყანაში, შემოდის სტარტაპის სტატუსი, რომელიც 3 წლის განმავლობაში გათავისუფლებული იქნება მოგების გადასახადიდან და საშემოსავლო გადასახადიდან. ჩვენ ასევე შემოგვაქვს ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესის განმარტება, რომელსაც შეიძლება კვლევებში და განვითარებაში დახარჯული თანხის ხუთმაგი გაქვითვა და შესაბამისად მოგების გადასახადის შემცირება და ასევე ფანტასტიკური ინცენტივა, რაშიც მცირე და საშუალო ბიზნესი, რაშიც რამდენ თანხასაც დახარჯავს კვლევაში და განვითარებაში, მაგის 30% დაუბრუნდება cashback-ის სახით. და შემოგვაქვს ექსკლუზიური R&D კომპანიებისთვის 5%-იანი საშემოსავლო გადასახადი. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. ჩვენი სტუმარი იყო ლევან დარსალია, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.